საუბრობთ ამ თვითმმართველობის არჩევნების თემაზე, სადაც ოპოზიციაში პოზიციები გაიყო. მაშინ მაგლოკი პარლამენტში რატო არ შევედით? ან რატო არ ვარ პარლამენტში? ხო? ამ თემის განხილვაც კი საპროტესტო რუხს კი არ ეხმარება გაძლიერებაში, პირიქით არის ხო იმედგაცრუებას და ნიჰილის სიტყვებს. დახარჯავს ბევრად უფრო მეტს, გამოიყენებს ბევრად უფრო მეტ რესურსს იმისთვის, რომ თბილისი ოპოზიციას წაართოს და თბილისი არ იყოს ოპოზიციური. ხო, მაგრამ ამაზე პასუხი აქვთ, რომ თუ ეხა თბილისსაც ვერ უგებ, მაშინ საერთოდ რაღა გინდა, ხო? ეგ თუ არ შეგიძლია. რეჟიმის თავისივე თამაშის წესებით, როდესაც ყველაფერი თვითონ აქვს, ვერ ეთამაშები, იმიტომ რომ ყოველთვის მოგიგებს და რეჟიმი თუ რამით უნდა, რეჟიმს უნდა მოუგო, უნდა აყირაო და შენი თამაშის წესებით ეთამაშო. შენ ამბობ, რომ ადვილად თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობის მიღება არის ხელისუფლებასთან გარიგება? ახე, ან გარიგებული უნდა იყო, ან სასარგებლო იდიოტი უნდა იყოს. მე მგონია შემთხვევა, რომ ბანკის მმართველს დაარეკეს თავის თანამშრომელთან, დედა შენი ოპოზიციურად განწყობილიაო, წარმოიდგინე ლიბერტი ბანკის რო საუბრობ. გახარიამ დაამკვიდრა. პირადობის მოწვევების აღება როდის დაიწყეს და რატო დაიწყეს? ეს დაიწყო 2018-ში. ნუ არჩევნების წინა ღამეს აღმოაჩინეთ ამ ვერცხლი კომისიის წევრ 30 უბანში სუსმა ჩაგიხსნა. ერთმანეთს დავადარებთ, ანუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყანას რო კარგავთ და არ გვექნება ის თუ ვიღაცის ის რომ ვიღაცა საკრებულოში იყოს. მაინც თავარ კითხვაზე მივედი. არ გავედით არჩევნებზე, მე რა ხდება? ეს შეკითხვა დასვეს პარლამენტში რო არ შევედით მაშინ? აი პარლამენტის მანდატები რო დატოვეთ. მე ახლა ამათ რო ვუყურებ, ეჭვი მიჩნდება, რომ კიდე კარგი მაშინ ის პარლამენტის მანდატები დავტოვეთ, რომ ვიღაც შეიძლება უკვე შევარდნილი იყო. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია საავტორო გადაცემა პოლიტქალაქი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება. ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს უცხადებს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ. თუმცა მეორე ნაწილი მონაწილეობის მომხრეა. გახარიას პარტიას ფაქტობრივად უკვე დადასტურებული აქვს, რომ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, თუ ბოლო მომენტში არ გადაიფიქრა. რაც შეეხება ლელოს ისე ჩანს, რომ უფრო მონაწილეობისკენ იხრება, თუმცა ამ ეტაპზე ამბობს, რომ მოდი ვიმსჯელოთ, ავწონოთ სასარგებლო და საწინააღმდეგო არგუმენტებია. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ დღეს მსჯელობას ჩაუყაროთ საფუძველი ამ გადაცემაში და მოგასვენინოთ ბოიკოტის მომხრე პარტიის არგუმენტები. რა არგუმენტები არსებობს ბოიკოტის სასარგებლოდ? ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე. მოგესალმებით, ანი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვსაუბრობთ ამ თვითმმართველობის არჩევნების თემაზე, სადაც ოპოზიციაში პოზიციები გაიყო. თქვენი პარტია, ახლები და ახლების კოალიცია და ასე შემდეგ ვარამია და სხვები გადაჭრით ამბობთ, რომ არ იღებს მონაწილეობას. გახარია თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ იღებს მონაწილეობას, თუ ბოლო მომენტში რამე არ შეცვალა და ლელო ამბობს, რომ არ მიიღია ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ თითქოს უფრო იხრება არჩევნებისკენ და ის ამბობს, რომ აი ოპოზიცია რატო არ შემოდის მსჯელობაში. მოდი ვიმსჯელოთ. და რა საჭირო იყო იანვარში რომ გამოვარდნენ და პირდაპირ რაღაც ფაქტის წინაშე დაგვეყანეთ. ჯერ გვემსჯელა, აგვეწონა პრო და კონტრა და შემდეგ მიგვიღო გადაწყვეტილება და რას უპასუხებდი ამაზე? მოგესალმებით, მე მიკურს ლელო რომ ამას ამბობს, რომ ამაზე მსჯელობა არ ყოფილაო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამაზე მსჯელობა გავხსენით იანვარში, ლელო მაშინ იძახდა, რომ ეს სუსი შემოგდებული თემაა ადგილობრივი თვითმმართველობა, რა დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარიაო. არა და მაშინაც როდესაც ამ თემაზე საუბარი ჩვენ საჯაროდ გავხსენით და მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ ოპოზიციურ ამომრჩევლს და განსაკუთრებით საპროტესტო ამომრჩევლს, რომელიც ქუჩაში დგას და იბრძვის, ცოდნოდა რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ხო? და მსჯელობა იყო, რა თქმა უნდა, არაგუწუხელი არის ლელო ამაში ნამდვილად და ერთ-ერთი შემიძლია გავიხსენო, რომელსაც ასევე მეც ვესწრებოდი ამ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტთან დაკავშირებით. ეს იყო ალბათ იანვარი და ფებრუარი, სადაც განხილვა მიმდინარეობდა იმაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შევსულიყავით თუ არა და სადაც ჩემი პარტიის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო და ვამბობდით, რომ არ უნდა შევსულიყავით. ეს იყო გვარამიას პოზიციაც, მაგრამ იქ უკვე გახარიას და ლელოს შემხედვარე, სხვათა შორის სალომე ზურაბიშვილსაც მაშინ არ ქონდა ის პოზიცია, რაც ახლა აქვს. გასაგები იყო, რომ ვიღაცები იყვნენ, ვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა უნდოდა, თუმცა ამას ესე ხმამაღლა არ საუბრობდნენ. გახარია მაშინაც გამონაკლისი იყო, გახარია მაშინაც ამბობდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას აპირებდა, მაგრამ ლელოს ეთყობოდა, რომ ჯერ კიდევ რაღაცა ესეთი პირდაპირი პასუხი ამაზე არ ქონდა. და დღეს ვერ საუბრობენ საერთო კანდიდატებზე, რომ აი ბევრი ლელო და საუბრობს იმაზე, რომ აი საერთო კანდიდატები დაგვეყენებიაო და გუშინ მამუკა ხაზარაძემას ეს თქვა, ხო? მათ შორის ამ საერთო კანდიდატებზეც იყო საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ ვამბობდით ნაციონალური მოძრაობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოიკოტს ვემხრობი და კატეგორიული წინააღმდეგი ვართ შესვლის, თუ იქნება ისე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოთხო ოპოზიციურ პარტიას შორის ერთობა ყოფილიყო ამ
საკითხზე და განხეთქილება არ ყოფილიყო. ვამბობდით, რომ მაშინ თუ რაღაცა 0.1%-ით მაინც დავუშვებთ იმას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს შესაძლებელი, თუ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე იქნება საუბარი. თუმცა იქვე ვამატებდით, რომ ამ საარჩევნო პირობებში, რა პირობებიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ამ პირობებშიც კი წარმოუდგენელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს თუ არ მოუნდებოდა ვინმესთვის რამე დაეთმო. აი ამ პოზიციითაც კი ადგილზე მერაბ ჩანდა, რომ გახარიას წარმოუდგენელი ყავდა თავისი კანდიდატები და საერთოდ არ ითვალისწინებდა არანაირ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებს. ლელოსაც მაშინ ეთყობოდა, რომ არ იყო მაინდამაინც აღთვალებული ამ საერთო ოპოზიციური კანდიდატებით. ეს აი ამ შეხვედრებით იყო აბსოლუტურად ცხადი. ამიტომაც გაიხსნა მაშინ საჯაროდ ეს დისკუსია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ისინი ამბობდნენ საჯაროდ, რომ ჯერ ადრეო იანვარში ხაზარაძე ამბობდა ინტერვიუში, რომ გახურებული აქციები იყო და ამ დროს სასაჭირო იყო, რომ გამოვარდნენო და დაიწყესო ლაპარაკი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ესო ხელისუფლების შემოგდებული თემა იყო. ხო, და დღეახლა ხო გამოჩნდა, რომ რეალურად ხელისუფლების შემოგდებული კი არა, თუ ეს საკითხი იდგა ადგილობრივი თვითმმართველობის და უდესმე უნდა განხილულიყო. ეხლა კი არა, როდესაც 3 თვეა. ზოგადად ოპოზიციური სპექტრის ნაწილს გონია, რომ არჩევნები არის არჩევნებამდე 2 თვით ადრე და 3 თვით ადრე კამპანიას რო იწყებენ და ესე არ არის არჩევნები. მით უმეტეს, როდესაც რეჟიმს ებრძვი და სისტემას ებრძვი და რუსულ რეჟიმს ებრძვი, რომელსაც ყველანაირი რესურსი აქვს, მინიმუმ 1 წლით ადრე მაინც უნდა იწყებდეს განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რომელიც ბევრად უფრო რთულია ვიდრე საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ აქ ბევრად უფრო მეტი კანდიდატი გჭირდება და საერთოდ სხვა ფაქტორები შემოდის, მათ შორის პიროვნული, ხო? თუ არა თუ იანვარში იყო ამაზე ნაადრევი სუსი შემოგდებულს რო იძახდნენ, ამაზე ოპოზიციას უნდა დაიწყო მსჯელობა წაგებული, კი არა და წართმეული არჩევნებიდან მეორე დღესვე. რომ უკვე ვწოდნოდა რაშურებით და თუ მაგალითად შედის ოპოზიცია, მაშინ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 2 და 3 თვე ეს არის ეხლა ამაზე საერთოდ დაგვიანებული არის. ეხლა ივნისი, ფაქტობრივად ივნისის დასწრება. როგორც ჩვენ ამბობ, ერთ-ერთი თავი არგუმენტი, ვინც არჩევნებში შესვლას ემხრობა, რომ აი საერთო კანდიდატს დავაყენებთ თბილისს წავართმევთ და დიდ ქალაქებს წავართმევთ, ესეც არ გამოდიოდა როგორც ვთქვი, ხო? საერთო კანდიდატებზე შეთანხმება ვერ ხდებოდა. ვერ ხდებოდა, იმიტომ რომ ნახეთ კიდე რო აქვსნა. გახარიას თავისი კანდიდატები ყავდა, წარმოადგენელი ძალიან ეხლა პრობლემაა ნაცებ თქვენთან რამე საერთო კანდიდატის დაყენება, იმიტომ რომ თავის იდენტობას კარგავს. ეს გასაგებია. მისი იდენტობა იმაზე აგებული, რომ ნაცების და კოცების ერთად უნდა მოვიშოროთ. ეს გასაგებია, ახლა ჩვენც არ გვიხატება გულზე გახარია მაგაზე ხო არ არის ამ შემთხვევაში, ხო? თუ გახარია ცალკე კანდიდატი ეყოლებოდა და თუნდაც სამივე შეთანხმებული ყავით, უკვე ოპოზიციური ხმები იყოფოდა ამ ყველაფერში. ეს იყო აქ. ხო, ეს იყო აქ უკვე პრობლემა. არ გამოდიოდა ეს ერთობა, ეს იცის მამუკამ ძალიან კარგად, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემით, ზუსტად იცის ეს და შესაბამისად ეს რიტორიკა რისი მომცემია არ ვიცი, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, სულ რომ სამივე შევთანხმებული ყავით. საერთო კანდიდატებზე გახარია ცალკე დაყენებული კანდიდატი უკვე რეალურად ყოფდა ამ ოპოზიციურ ხმებს. მით უმეტეს მარტო გახარია არ იყო მათ პრობლემა. იმიტომ რომ ლელოს ეთყობოდა რიტორიკაში ასევე არ ყოფილა ნამდვილად ახლა გაცხადებული არ ვთქვამს რომ მე ჩემი კანდიდატები მეყოლება, მაგრამ რიტორიკაში ეთყობოდა უკვე რომ ეს საერთო ოპოზიციური კანდიდატები ზე სალაპარაკოდ ის არ იყო მაშინ მზად და რეალურად გამოდიოდა რომ ჩვენ ვიყავით. თუმცა კიდევ ვიმეორებ რომ ჩვენ ამაზე რომ საუბრობდით, მაშინ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მაშინაც ამ ბოიკოტის, მაგრამ იმის გამო რომ რაღაცა სალაპარაკო სივრცე ოპოზიციურ პარტიებს შორის ყოფილიყო და არ ყოფილიყო ეს დაპირისპირების საგანი, თორემ მე დარწმუნებული ვარ, ძმერად და არ მგონია მე ლელოში ადამიანები, სულელები არ მგონიან ნამდვილად პირიქით ძალიან დიდ პატივს ვცემ და არ არსებობს აი სულ რომ დიმიტრი გელოვანი აყენო ეხლა და დააყენო კანდიდატად, სისტემა ყველას გააშავებს და სისტემა დაიწერს იმას, რამდენიც მას მოუნდება. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა ისე შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ისე აქ ხელში ყველაფერი ჩაგდებული, რომ წარმოუდგენელია. უბრალოდ საერთო ოპოზიციური კანდიდატები თუნდაც ხო შექმნიდა იმას, რომ ბევრად უფრო მაღალი შანსი იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური ხმები გაიყოფოდა, თორემ აი ესეც არ იყო და არ არის გარანტია იმის ერთობაც არ არის გარანტია იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოიგებს საერთო კანდიდატი. იმიტომ ახლა ეს არგუმენტი აქვს, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებშიც, რომელსაც გაყალბებულს ეძახის ოპოზიცია, იმ არჩევნებშიც კი თბილისი მოვიგეთო და იქნებ აგვერთვა. ნახეთ, არ უყურებ ესე, თუმცა მე იმ შეხვედრაზე რომელზეც ყვები, ჩემი პოზიცია იყო ესეთი, რომ მე ვამბობდი, რომ საერთოდ სხვა რეგიონებს არ უნდა მივხედოთ, იმიტომ რომ რესურსი არ გვეყოფა, არც ადამიანური და არც ფინანსური, ისე დღეში ვართ. და თუ რამეზე ფიქრი შეიძლება, მაშინ რადგან ესე გინდათ მონაწილეობის მიღება, მოდი ყველა ერთად მაშინ იქნებ ხო თბილისი იყოს და იქ ჩვენ კომისიის წევრები, დამკვირვებლები გავაერთიანოთ რესურსი ამ ყველაფერში და ნუ ეს იყო ჩვეულებრივი ბრძოლის ველი. ეს ჩემ პარტიის პოზიცია არ იყო, ჩემ პირადი პოზიცია იყო.
ამ ყველაფერში, მაგრამ ნუ ესეც მაშინ ეს თემაც მოკვდა მაგ საერთო ამბავში. მე მგონია რომ არა, მერაბ. და ახსნი რატო? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს. ხე ის რომ იქ ვიღაცა შეიძლება ახლა იდაოს იმაზე რომ რაღაც საპროტესტო მოძრაობა ისეთი არ არის წინააღმდეგობა როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა იცის ერთი რომ პირველი ის არის სანქცირებული და მან იცის რომ არაღიარების პირობებში ეს სანქციები აუცილებლად გაგრძელდება და ეს სანქციები და მის ფულს რო ეხებიან ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ბიძინამ იცის ის რომ ის სანქციები რაც ახლა დაიწყო ძალიან კამფეტია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად სანქციები ითვალისწინებს და რომელიც გადადის ოჯახის წევრებზე და ასე შემდეგ. და ბიძინამ იცის, რომ აი ამ სანქციებით ის შუა რგოლი, რომელზეც ის ახლა დგას, მათ შორის მოსამართლეების, მათ შორის პროკურორების და ასე შემდეგ, რომელსაც ეუბნება საუბარში, რომ იცი რა, თქვენამდე არ მოვა ეს სანქციები, ესე მე დაგიცავთ, მე დავალავგებ მანამდე ევროპელებთან და ამერიკელებთან. იცის, რომ თუ გაგრძელდა და თუ ამ ადამიანებს ახლა იქ მათ შორის ის ადამიანები, რომელზეც დგას რეჟიმი, ძალიან კარგად იციან და ფიქრობენ იმაზე, რომ ყველა საფლავში ბიძინას ვერ ჩაყვება. ახლა დასანქცირება ოჯახის წევრობის არავის არ უნდა, რომ შვილს საზღვარგარეთ ვერ გაუშვეს, ხო? ეს პრობლემა ბიძინას აქვს საერთაშორისოებთან და იცის, რომ აი ესე გაგრძელებით ეს კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. და მეორე პრობლემა, ქვეყნის შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველზე რამდენი კაციც არ უნდა იდგეს, ბიძინამ იცის ერთი, რომ აი ეს გაბრაზება და საპროტესტო მუხტი საქართველოს მოქალაქეებში, რაც არის არსად არ წასულა და რომ ამან ერთ დღეს შეიძლება ისე იფეთქოს, რომ მისთვის უკონტროლო გახდეს ეს მოვლენები. ამიტომ რა ჭირდება? ჭირდება ორი რაღაცა. პირველი ის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, იმიტომ რომ ის არ უყურებს ისე რომ ხაზარაძე ამბობს, რომ რატო ვაძლევთ ამ შანსს უბრძოლველად რატო აუხსნი ახლა რატოა ეს მე მაგაზე შემიძლია ესეთ რაღაცა ვუპასუხო ხაზარაძეს, როდესაც მე სამეგრელოში ვატარებდი არჩევნებს, ყოველ დილის ვატარებდი ბრიფინგებს იმ უბედურებაზე, რაც სამეგრელოში ხდებოდა ახლა ამ არჩევნებზე. ყოველ დილით პირადობის მოწვევები ჩამორთმევაზე და ასე შემდეგ. მე არ მახსოვს არც ერთი ბრიფინგი ლელოს ადგილობრივი ორგანიზაციიდან. პირიქით, როდესაც მე ჩემს შემდეგ ჟურნალისტები და საერთაშორისოები მიდიოდნენ გახარიას და ლელოს ადგილობრივ ოფისში, სხვადასხვა მათ შორის ახლებისაც, მარტო მაგათთან არა. და ეუბნებოდნენ რომ ასეთი ხდება ნაცებთან და თქვენ რატო არ აკეთებთ ამაზე კომენტარს, ამ ყველაფერში იყვნენ ჩუმად და ბრძოლა თუ მაშინ, სტრატეგია იყო ესეთაც, ბევრი მიზეზი იყო. მერაბ ყველასთან სხვადასხვანაირი რა, ვიღაცამ სტრატეგია ჰქონდათ ისეთი, რომ პოზიტივზე უნდა ვილაპარაკო და არა ნეგატივზე და ამასობაში არჩევნებს მორჩნენ ბოლო 10 დღე, ქართული ოცნება და ბოლო 10 დღე ვამბობდი, რომ რა ვიცი, უბედურება ხდებოდა უკვე. მათ შორის ჩემს პარტიაში ვამბობდი და ბევრს ეგონა რომ ვაჭარბებდი, მაგრამ რეალობა ესეთი იყო საარჩევნო ველზე. ამიტომ ბრძოლა თუ სადმე იყო, გასამართი იქ იყო. ნახეთ, ბრძოლის გამართვაზე ამას კიდე ცალკე ახსნი, მაგრამ იმას დავასრულებ, ეხლა ბიძინა ივანიშვილს როგორ წარმოუდგენია ეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჭირდება, რომ შედარებით მშვიდად იყოს და რაღაცნაირად ნორმალიზება მოახდინოს ამ პროცესების და ასევე საქართველოს მოქალაქეებს ანახოს, რომ ნახეთ, აი ოპოზიციაც კი შეეგუა უკვე ამ ყველაფერს. და აგერ არჩევნებში შემოვიდა ჩემი თამაში წესებით იმუშავა და თქვენ რა გაგიჟებთ ახლა ამ ყველაფერში და რატო ხართ ამ წინააღმდეგობაში, ხო ეს მორალურადაც მოქმედებს. თუ ოპოზიცია შეყვება არჩევნებში, საპროტესტო მუხტი რაც არის შემორჩენილი, იმასაც კლავს ფაქტობრივად ამით ეუბნება, რომ სიტუაცია წავიდა ნორმალიზებისკენ, იმიტომ ქუჩით არაფერი არ გამოვიდა და საერთაშორისო მეგობრებიც შეხედავენ, რომ კრიზისი სრულდება საქართველოში. საერთაშორისოები შეხედავენ. და ყველაფერი ნორმალიზებისკენ მიდის. რა თქმა უნდა, ჯერ ხო საქართველოს მოქალაქეებს ამ ხალხს ვინც მაშინ მაგლოკი პარლამენტში რატო არ შევედით? ან რატო არ ვარ პარლამენტში? ხო? თუ პარლამენტში არ ხარ, მაშინ ადგილობრივმა თვითმმართველობამ რა უნდა მოქცეს ისეთი, რომ აქ იმას რა გააძლიერო. ხო რეალურად ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ამ თემის განხილვაც კი საპროტესტო მუხტს კი არ ეხმარება გაძლიერებაში, პირიქით არის ხო იმედგაცრუებას და ნიჰილის სიცხეს. სახელმწიფოებრივი ყოველ დღე ამით იწყებენ სიუჟეტს, რომ აი ოპოზიცია ერთმანეთს ჭამს, ვერ შეთანხმდა, ზოგს უნდა ადგილობრივში შესვლა, ზოგს არ უნდა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის მაგათთვის ახლა ნომერი მთავარი, ორ რაღაცას შრებიან მაგით, თავის ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ხედავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ესენი მაინც შემოდიან და ჩვენ გადავლახავთ ამ ლეგიტიმაციის კრიზისს, ამას ამხდიან და მეორე ეუბნებიან და ნახეთ რა ბანძია ოპოზიცია ამ საკითხებს კი ვერ შეთანხმდნენ, ერთმანეთს ხოცავენ საარჩევნო და მაგის საბაბს ეს 4 ოპოზიციური პარტია რეალურად ამიტომ აძლევთ, იმიტომ რომ ელემენტარულ რაღაცაზე იმაზე რა ისე ახსნაც კი ამდენ ენერგიას რო ხარჯავთ, ამდენ ენერგია საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებაში რო დაგახარჯა, ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა, ხო? ეხლა რა შეეხება საერთაშორისოებს, საქართველოს მოქალაქეებს ხომას უკლავ ამ იმას, რა ქვია, ნიჰილის, იმიტომ რომ ეუბნები რომ მე რო 2 და 3 საკრებულოს წევრი უნდა შევიყვანო, აი შენი ბრძოლა მაგ ყველაფერში არ მაინტერესებს. ეხლა მეორე საერთაშორისოებთან, საერთაშორისოები რას უყურებენ? საერთაშორისოება არ აღიარეს
სანქციებზე მუშაობენ და ეს სანქციები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, მაგრამ საერთაშორისოები ცხადია, რომ ეძებენ რაღაცა გზებს, რომლითაც ეს კრიზისი უნდა დარეგულირდეს, ეს ვერ გაგრძელდება ყოველთვის ეს კრიზისი, ხო? ეხლა ბიზნესი ქმნის იდეალურ ვარიანტს თავისთვის. ეუბნება მე რას ვიზამდი ბიზნეს ადგილას, აი გეტყვი ნამდვილად და როგორ გავიправებდი ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც. ის ახლა ბიზნესი ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ აი ნახეთ, იგივე ჩემი თამაშის წესებით, იგივე სისტემით, პოლიტპატიმრებით მათ შორის, იგივე CSGO-თი, იგივე SUS-ით, იგივე რაღაც. აქ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხო? შემოვიდნენ ადგილობრივ თუ შევლია, ხო, შემოვიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დაიდო 80-20-ზე, ეს არის ამათი რეიტინგი რეალურად. ეხლა საერთაშორისოებს ხო იქნებათ ორი კითხვა. ჯერ ერთი თუ მიიღე მონაწილეობა იმავე სისტემაზე დათანხმდი, არაფერი არ შეცვლა ბოლო არჩევნებიდან დღემდე, ხო, ამ იმაში გაუარესდა, თორე არაფერი არ გაუმჯობესებულა, მაშინ რა პრეტენზია გაქვს ხო ხელისუფლებასთან? ვერ გექნება მაშინ, ვერ იყო რომ რაღაცა გაგიყალბა, რაღაცა წაგართვა, იმიტომ რომ თავიდანვე ჩანდა რომ რაღაცა წაგართვდა და გააყალბებდა ამ ყველაფერში. ან მეორე მოგიტყელდებიან, გეტყვიან, მაშინ რატო შეხვედი? ხა თუ იმის იმედი არ ქონდა რომ ამ ყველაფერში შედეგს ვერ დადებდი და ვერ გაიმარჯვებდი, მაშინ რატო შეხვედი? და იქ არგუმენტი არ არსებობს შემსრულებისთვის. არანაირი არგუმენტი არ არსებობს და ბიზნესი ამ ყველაფერში თამაშობს რეალურად წაუგებელ თამაშს. იმიტომ რომ იცის რომ აი ამ სისტემის ოპოზიციის გამოიყენებს ბოლომდე იმისთვის რომ ოპოზიცია აი ამ ელემენტარულ საკითხზე რასაც ყველა შეთანხმებული უნდა ვიყოთ რეალურად აჭიდაოს და კიდევ რატო ვერ მოიგებს რატო ვერ მოვიგებთ აი ეს მინდა კიდე აი ეგ არის საინტერესო რომ ხაზარას გუში კიდევ ერთხელ ამბობდა რომ მე ამბობ რომ თავაზობთ რომ ვიბრძოლოთ და არ დავუთმოთ და ჩვენი ხელით რატომ უნდა დავუთმოთ ეს საკრებულოები ვაჩუქოთ და ასე შემდეგ და მე ბიზნესი იტყვის რომ აი ბიზნესი ჩაატარებს ყოველგვარ გაყალბების გარეშე არჩევნებს და იტყვის საერთაშორისო ორგანიზაციებს რომ აი არანაირი გაყალბება, არანაირი ხმაური, არაფერი შვიდად არ დაჭირდება, მაგას ეხლა თან მე ხშირად ვამბობ რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ იცის სად უყალბებს ბიზნესმა არჩევნებს და გონიათ მარტო არჩევნების დღე თქო. ახლა ბრძოლას რაც შეეხება ნაცნობ მოძრაობას ვერავინ ვერ ასწავლის ბრძოლას 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე იბრძოდა და წინა ხაზზე იყო ეს იყო ნაციონალური მოძრაობა მაგრამ აქ უნდა ვიცოდეთ რეალურად ბრძოლა რა არის მე პირიქით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა და ბიზნეს გაправება ეხლა კომფორტია იმასთან შედარებით რომ წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა იყოს ამ ქვეყანაში ძლიერი და იმაზე უნდა მუშაობდეთ რომ წინააღმდეგობრივი მოძრაობა გაიზარდოს ეხლა იმ პირობებში როცა ბიზნესა ივანიშვილს ეშინია ძალაუფლების დაკარგვა აი როგორ წარმოუდგენია ვინმეს რომ ბიზნესამ შეიძლება თბილისი დათმოს იმიტომ რომ თბილისი უთმობ უკვე ფაქტობრივად ამბობ რომ მე მივდივარ ეგ არის ვერ მოიგებს ყველაფერს იზამს აი მე შემიძლია ეს არის ნახე ესე ახსნი ჯერ სისტემას ახსნი და მე ადგილობრივი თვითმმართველობის აქვს პირველი გულწრფელები რო ვიყოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან ეს არის ორი საერთოდ სხვადასხვა რაღაცა ადგილობრივი თვითმმართველობის დროს საქართველოს მოქალაქეებში საერთოდ სხვა აზროვნება შემოდის და ახლა ვიტყვი რა აზროვნება შემოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მოქალაქეები ამას არ უყურებენ რომ საპარლამენტო არჩევნებია და ამ ქვეყანაში რამე იცვლება. ხო, ნუ ხელისუფლება არ ხდება. არ იცვლება ხელისუფლება, იციან, ეხა იქ მერს, თერჯოლის მერი იქნება თუ ზუგდიდის თუ ხაშურის მერი იქნება, ხელისუფლება არ იცვლება. ხა წალენჯიხის მაგალითი ხო გვაქვს, ხო? ამ ყველაფერში ოპოზიციურია, მაგრამ თავს ქვეყანაში სხვა რაღაცა ხდება. ხო? შესაბამისად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უბედურება უნდა გაიარონ საარჩევნო ყუთამდე. ძალიან ხშირად, როდესაც მე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვატარებ და 13 წელია უკვე ვატარებ, მე რა ჩემთვის უთქვამთ ესეთი რაღაცა, მათ შორის ისეთ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციის ამომრჩევლები ყოფილან, რომ აი რა გინდათ ახლა აქ ხო მაინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, არაფერს ერთ ზედა დონეზე არ წყვეტს. ეს არ ცვლის სუსს, არ ცვლის ჯსს, არ ცვლის ბიზნესს რეალურად, ხო? აი ეხლა აქ საკრებულოს წევრი ვინ იქნება და მერი ვინ იქნება, როცა საერთო დონეზე რამე რატო უნდა შევაკვდე სუსს, რატო უნდა შევაკვდე პოლიციას, რატო უნდა შევაკვდე კანონიერ ქურდს. ეს შემოდის და ხე აი ეს აზროვნება შემოდის რეალურად, იმიტომ რომ ეს ამორჩეველი ისედაც დატერორებულია და ეს ამორჩეველი ახლა რას უყურებს? ვერავ, ეს ამორჩეველი უყურებს რომ 2024-ში შენ ვერ ქენი ვერაფერი და რეალურად ბიზნესამ წაგართვა ეს არჩევნები ანუ რომ უყურებს ესე რომ არაფერი ცენტრალურ დონეზე არ იცლება 2024 წლის არჩევნები და ეს იმედგაცრუება არის ოპოზიციურ ამორჩევლობაში ხო კიდევ ვერ დაიცავით მოგებული და კიდევ ბიზნესამ დაიწერა ის რაც უნდა ის ახლა უყურებს რომ ისევ ადგილობრივ თვითმმართველობაში შეცვლით რომელიც რეალურად არაფერს არ წყვეტს
ცენტრალურ დონეზე. როდესაც მინიმალურია შანსი, რომ ბიძინამ ეს დათმოს, რატომ უნდა გაირთულოს? ანუ არ რეაქტიურებს ამ რა თქმა უნდა, არ მივა საერთოდ და დარჩება სახლში. ეს ადგილობრივი თვითმართველობის პრობლემა. აქ საუბარი იყო, რომ აი თუ ავწევთ ამ კამპანიას, რომ მოდი თბილისი გამოგვლიჯოთ, შეიძლება თბილისელებმა იაქტიურონ. ეს არის, ეხლა რა შეეხება თბილისს. თბილისი არ დათმობს. ჯერ თბილისში რო ოპოზიცია მოიგო, მე რომ გულწრფელი ვიყო ამ ყველაფერში, ბიზნეს არ ქონდა ძირითადი აქცენტი თბილისზე გაკეთებული. იმიტომ რომ მას ის შედეგი რაც დაიწერა, ჭირდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომ რაღაც განსაკუთრებული მობილიზაცია მას არ ქონია თბილისზე. ეხლა ის არის ესეთ მდგომარეობაში, რომ რეგიონებში რაც არ უნდა რთული იყოს ეს საკერებლად უნდა ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ჩაწოლილია საპროტესტო მოძრაობა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის იმაზე, იმიტომ რომ რეგიონები მათ ბოლომდე დაპრესილი ყავთ, სუსით და ასე შემდეგ. თბილისი არის ყველაზე დიდი საპროტესტო მუხტი, ხო? ის ეხლა ყველაფერს იზამს იმისთვის დაახარჯავს ბევრად უფრო მეტს, გამოიყენებს ბევრად უფრო მეტ რესურსს იმისთვის, რომ თბილისი ოპოზიციას წაართოს და თბილისი არ იყოს ოპოზიციური. ხო, მაგრამ ამაზე პასუხი აქვთ, რომ თუ ეხლა თბილისსაც ვერ უგებ, მაშინ საერთოდ რაღა გინდა, ხო? ეგ თუ არ შეგიძლია. ის რომ ნორმალური არჩევნებით თავისი დაწერი როგორ წარმოუდგენიათ? აი ეს არის როგორი აი რაღაცნაირად დილეტანტური კითხვა, რომ გონია რომ ეს ადამიანები არზე არ არიან საერთოდ ვისებწვიან. ანუ მაშინ პუტინთან რომ ისა რა ქვია, მოსკოვი ვერ მოიგოს, ვიღაცან დაახლოებით იგივე რაღაცას ამბობენ და ლუკაშენკოსთან ვერ მოიგოს კიდევ ვიღაცამ და თურქეთში ნახეთ, ეხლა სტამბულის მერმა რომ მოიგო და მერე რა მოუვიდა, ხო? ეს არ არის სწორი რეჟიმია. ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ რეჟიმთან ამას რო იძახიან რომ არჩევნებს ვერ მოუგებ, არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული. რეჟიმი იმიტომ არის რომ რეჟიმს თავისივე თამაშის წესებით, როდესაც ყველაფერი თვითონ აქვს, ვერ ეთამაშები, იმიტომ რომ ყოველთვის მოგიგებს და რეჟიმი თუ რამით უნდა, რეჟიმს უნდა მოუგო, უნდა აყირავო და შენი თამაშის წესებით ეთამაშო. და აქ რა არის? ბიძინა არის ძლიერი თავის მოედანზე, მაგრამ ბიძინა არ არის ძლიერი შენს მოედანზე და ჩვენი მოედანი აქ რა შეიძლება იყოს? ჩვენი მოედანი არის წინააღმდეგობის გასვლა. პირიქით რას უნდა ვაკეთებდეთ? იცი მე რა? უნდა დავდიოდეთ ოპოზიციური პარტიები ჩემი აზრით. ეხლა კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტი იყოს და ოპოზიციური ამორჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე და ქართულ ოცნებას უნდა დასჭირდეს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მარტო ხო იქნება, ეხლა სადღაც იპოვის დამოუკიდებელ კანდიდატებს და იქ ხან იაგო ხვიჩა, ვიღაცები იქნებიან, მაგრამ ეს ხო არ არის ესე ხალხის ძალაწყობს, ხო? და ქართულ ოცნებას ისე უნდა გაუჭირდეს საკუთარი ამომრჩევლის მიყვანა, რომ დაორგანიზება დაჭირდეს ავტობუსებით და მარშრუტკებით ამ ხალხის საარჩევნო უბანთან მიყვანა. აი ეგ იქნებოდა ყველაზე სწორი. და აქტივობა იქნებოდა ძალიან დაბალი. რა თქმა უნდა, აქტივობა იქნებოდა ძალიან დაბალი, რომელიც საერთაშორისო დონეზეც და აქაც საქართველოს მოქალაქეებში კიდევ ერთხელ ანახებდა იმას, რომ ქართული ოცნების რეალურად რამდენი არის ქართული ოცნება და რამდენი შეუძლია. იმიტომ რომ ეს ამასთან ორი პლუსი ექნებოდა. ერთი ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კიდე დამატებითი არგუმენტაცია იქნებოდა მათი არალეგიტიმურობის, ეს დაბალი აქტივობა და მეორე წინააღმდეგობის მოძრაობა აი ამ აქტიური საარჩევნო ბოიკოტით კიდევ ჩემი აზრით აქტიური გახდებოდა კიდევ უფრო მეტად. და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მარტო თბილისში ერთმანეთთან საუბარს და ტელევიზიებით ერთმანეთთან საუბარს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უნდა აკეთებდეს ახლა ოპოზიცია, არის ის, რომ სწორედ ამაზე უნდა მუშაობდეს. ხო, წეგან თქვი რომ აი რეჟიმი უნდა ავაყირავოთო და მაგას ამბობენ ისე რომ რანაირად არაფერი არ გამოდის. ხო, ხედავ საპროტესტო მოძრაობას ნელ-ნელა მინავლებისკენ მიდის და შესაბამისად გახარია მიკითხა რომ აი ბოიკოტი თუ გამოუცხადეთო მე რა ხდება? ანუ მე რა გეგმა გაქვთო მაშინ ამა? ეს არ არის, ეს არის ძალიან ბილოთ რო ვთქვათ, არასწორი შეკითხვა. ანუ რას ნიშნავს, რომ ჯერითი რაღაცა ერთიანი პასუხი ამაზე როგორ დავამარცხოთ დიქტატორი არ არსებობს. თორე ჩვენამდე სხვა ქვეყანაში ეშოლებოდათ. ეს ერთი. მეორე, ბრძოლით, მაგრამ არა ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლით. იმიტომ რომ მე არ ვიცი სხვა მაგას რა ამას რა დავარქვა ნამდვილად. იმიტომ რომ მე გარიგებაში მე არ ვამბობ. ანუ შენ ამბობ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შემოწმების მიღება არის ხელისუფლებასთან გარიგება? ახე ან გარიგებული უნდა იყოს, ან სასარგებლო იდიოტი უნდა იყოს. სხვა გამოსავალი მანდ სხვა არ არსებობს უბრალოდ სხვა ვარიანტი. იმიტომ რომ ნებისმიერ ვარიანტში აძლიერებ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს და აი ეს კვანძი რომელიც აი ეხა უნდა რომ ბიძინამ გახსნას და ვერაფრით ვერ ხსნი, შენ უხსნი ამ კვანძს. რეალურად აი მეორე სუნთქვის შესაძლებლობას უხსნი ბიძინა ივანიშვილს და ეხა იქ ხო სხვა ვარიანტი არ გამოდის. ორი ან უნდა იყოს გარიგებული, ან უნდა იყოს სასარგებლო იდიოტი. ეხა რა შეეხება რა უნდა ვაკეთოთ? ვამბობთ რა უნდა ვაკეთოთ? აქტიური კამპანია ბოიკოტის, უნდა მივახციოთ იმას რომ დაბალი ამორჩეველი იყოს და ქართულ ოცნებას გაუჭირდეს თავისი ამორჩევლის ამოყვანა და მათ შორის უნდა ვიფიქროთ. აი იმის მერე რა ვქნაც რომ ამბობენ, მე ვფიქრობ რომ ეს არის პარკეტის პოლიტიკოსების და პარკეტის პარტიების რიტორიკა. ხალხთან უნდა იმუშაონ, ისე კი არა საარჩევნოდ რომ მუშაობდნენ, სოფლებს რომ გადაიღებდნენ, რეგიონებში
ჩავიდოდნენ და მერე ჩამოვიდოდნენ. არა, საქართველოში საპროტესტო მოძრაობას ნახე, რუსთაველზე რამდენი დგას, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ხო ის არის, რომ საქართველოს, რა ვიცი, უახლეს ისტორიაში, აი ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ამდენი დღე რუსთაველზე ხალხი მდგარიყო არ ყოფილა, ბიზნეს პირობებში არ ყოფილა მით უმეტეს, ხო? ის საპროტესტო მუხტი თბილისელებში და საქართველოს მოქალაქეებში ხო არის და არსად ხო არ წასულა. უბრალოდ მომენტი, საერთოდ ოპოზიციური პარტიების თავარი ამბავი ის უნდა იყოს, რომ აი ეს მომენტი უნდა შეექმნას, როდესაც ისევ გამოვა ეს ხალხი და დაიცავს თავისი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ხო? თორე ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შედიხარ და ამ ყველაფრის ნორმალიზებას ახდენ და ვითომ არაფერი ისე შედიხარ ამ ყველაფერში, მე რომ ბიზნეს ადგილას ვიყო, მე ამ ოპოზიციას რომ ვუყურებ, მე გეტყვი რას ვიზამდი. აგვისტოში გამოვშვედი, სხვათა შორის მე ამას ვიშვებ, რომ ბიზნესი ეხერხება ადამიანებით ვაჭრობა. ის რომ აკავებს ადამიანებს და მელიასთან ჩვენს გამოვცადეთ, ყოველთვის იმისთვის აკავებს, რომ მე ამ ადამიანებით ივაჭროს, ან ქვეყნის შიგნით ივაჭროს, ან ქვეყნის გარეთ ივაჭროს. ამ პოლიტიკურ პატიმრებსაც ესე უყურებს. ამიტომ მე არ გამოვიცხავ, რომ ეს პოლიტიკური პატიმრებიც იმდენად უნდა მას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია შევიდეს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხიც დააყენოს. ხა მე რომ ბიზნეს ადგილას ვიყო, ძალიან მარტივად ვიზამდი. აგერ CSKO-ს თავმჯდომარე შევცვლიდი, დავნიშნავდი სხვას, პოლიტიკურ პატიმრებს გამოვიშვებდი და საერთაშორისოებს ვეთხოვდი, რომ აი ისედაც უნდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აგერ მონაწილეობა და აგერ თავმჯდომარე შევცვალე, პოლიტიკური პატიმრები გამოვიშვი და მოდიდნენ, აბა მიიღო და რომ მიიღებენ მე და ამ საარჩევნო სისტემით 80-ის 20-ზე რო დავიწყე. აი რატო გონფიქრობ, რომ 80-20-ზე იქნება? რამდენიც მოუნდება იმდენს დაიწყეს. ასეთი განსაკუთრებით რეგიონებში მოდი ეს ვაუხსნათ, იმიტომ რომ შეკარგათ იცი ადგილობრივი სპეციფიკა, რა ხდება, რომ ივანიშვილის დამარცხება არის შეუძლებელი. მოვყვები და ერთი თითოეული ამორჩევლის მაგალითზე აგიხსნი და ერთი სოფლის რომ მიხვდა მთელ საქართველოში ეს ხდება. აი ავიღოთ ერთი სოფელი, სადაც არის, რა ვიცი, 1200 ამორჩეველი, ზუგდიდის ერთ-ერთი სოფელი. ეხლა ნახე, ამ 1200 ამორჩევლიდან ერთი სათითაოდ იციან, მერაბ ვინ არის ნაცების ამორჩეველი. თან იქ სოფლებში ძირითადად ესეა ნაცები და ქოცები. ეს სხვა ოპოზიციური პარტიები ცოტა არიან, ესე ძალიან იმით არ არიან, ცოტაა მაგათი რაოდენობა. დიდ ქალაქებში არა, ქალაქებში სხვანაირად არის, მაგრამ სქემა ეხა ყველგან ერთია. ნახე 1200 ამორჩევლიდან დათვლილი აქვს. სათითაოდ სახელი და ამას აკეთებს სუსი. სათითაოდ იციან, რომ აი მერაბ შენ ხარ პირობითად, არ ვიცი, რომელიღაც პირობითად ვიძახი, ქოცი ხარ მოკლედ რა, ქოცის ამორჩეველი ხარ. მე ვარ ლელოს ამორჩეველი და ვიღაცაა კიდე იმის ამორჩეველი. დათვლილი აქვს თავისი რამდენია, ოპოზიციის რამდენია, ნაცების რამდენია, კიდე ვიღაცების რამდენია. ნუ თქვათ რომ დაახლოებით დარჩა 600, რომელიც კაცშომა არ იცის ვისია, რა. ვინ არიან ეს ადამიანები შეფრა? თავიანთ ამორჩეველს ხადი არ ეხებიან, ნაცების ამორჩეველს ესე უყურებენ, თუ დაჭირდებათ მოიქცევიან სხვანაირად. ვინ შეიძლება იყოს ეს 600 ამორჩეველი? ნახე. ეს 600 ამორჩეველი შეიძლება იყოს არაქოცი, მაგრამ ისეთი ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში და ესეთი ბევრს ყავს. ან ისეთი ვინც მუშაობს პოლიციაში, ან ისეთი ვინც მუშაობს ბაღის აღმზრდელია, ან სკოლის მასწავლებელი, ან არა, ბანკში მუშაობს. მე მქონია შემთხვევა, რომ ბანკის მმართველს დაარეკიეს თავის თანამშრომელთან დედაშენი ოპოზიციურად განწყობილიაო, წარმოიდგინე ლიბერტი ბანკის ვსაუბრობ. ანუ და ეს სათითაოდ დაამუშავებენ ამას და იქ სადაც სოციალურად დაუცველია, მაგალითად ანაწილიძე რო სოციალურად დაუცველია, იქ ამუშავებენ სოციალურ სააგენტოს, რომელიც მიდის და ეუბნება, რომ თუ არ ამოხაზავ 41-ს, ესეთ შემთხვევაში დაკარგავს სოციალურ. ანუ სოციალურ დაუცველი რა 700.000-ია მთელ საქართველოში. ეხლა გეტყვი, ყველა ჯიბეში უგზით ეს. ეხლა კიდე გეტყვი, მის გარდა თან ნახე რა შრებია, სხვათა შორის ეს გახარიამ დაამკვიდრა. პირადობის მოწვევების აღება როდის დაიწყეს და რატო დაიწყეს? ეს დაიწყო 2018-ში. მეორე ტურში საპრეზიდენტოს დროს. და იცით რატო? იმიტომ რომ ბერს რო გადაუხადეს და ბერმა რო გადააგდო და ოპოზიციას მისცა პირველ ტურში ხმა. მერე თავი რო დაეზღვიათ, რომ ვისაც ფული მისცეს რო არ წასულიყო. იმად გამოარჩეს პირადობები, ეს გახარიას მის იყო სიახლე მაშინ და მერე დაამაც ისა რომ კარგად განავრცეს. ნახე, მიდის სოციალური და ეუბნება, რომ შენ სოციალური გაქვს და მე თუ ეს ეჭებათ, რომ ქოცის ამორჩეველი არის, ართმევენ პირადობას. მე მქონდა შემთხვევა, რომ სოფელ დარჩელში მიწა, საკუთარი მიწა, რომელიც წინაპრებისგან აქვს ასე შემდეგ, გაფორმებული არ ქონდა წლები. ვერ იფორმებდა. ჩვენი ამორჩეველი იყო. და მივიდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუსტიციასთან ერთად ამ კაც გაუგზავნეს, უბრალოდ ქართული ოცნების შტაბში დაიბარეს და უთხრეს, რომ შენ ვიცი, რომ წლებია ამის პრობლემა გაქვს მიწის გაფორმების და მოდი ხა გაგიფორმებ, თქო შენთან ერთად ხა ვიცით, რომ ნაცი ხარ და ოპოზიციის ამორჩეველი ხარო, მაგრამ იმას კი არ გეუბნებით, ჩვენ არ მოგცეო ხმა, უბრალოდ არ მიხვიდე არჩევნებს. არ წახვიდე და შენი 4 ოჯახის წევრი ეს სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩავწერეთ და უთხოვდეს მივეცით. ეს მოვიდა და გითხრა. ვინც არ გითხრათ? მაგრამ ვინც არ გითხრა, იმამე სოფელში ვიცი.
ვინც გაჩერდა და არ წავიდა, აი მარტო მიწის გაფორმების ამბავი, გარდა მარტო ეს რო გითხრათ. იმის გარდა გემახსოვრებათ თქვენ რომ ესეთი პროგრამა დაანონსეს ამათ სოციალურთა დასაქმების პროგრამა სოფლებში ღარიბაშვილმა და 40000 რა თქვეს რომ 40000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ. აი ხარ რა გააკეთეს სოფლებში. სოფლებში ადამიანები რომლებიც უბრალოდ ბირჟაზე დგანან და არაფერს არ აკეთებენ საერთოდ, ამათ უთხრეს რომ მოდი რა, თვეში 300 და 400 ლარი გექნება და მაინც არაფერს არ აკეთებენ. გაგაფორმებს სასაფლაოს დამლაგებლად. კი, სასაფლაოს დამლაგებლად, იქ რა ვიცი, რაღაცად არა აქვს მნიშვნელობა და ეს 300 და 400 ლარი გაქვს და ამ ადამიანთან რომ მიდიხარ და როევნები რომ ბიჭო რა შურები, რა იცი რას გეუბნება რომ კი გავიგე, მაგრამ ეხა ეს ჩემი ერთი ხმა ხო არ წუს და 400 ლარი მაქვს რა, არაფერი არ მაქვს საერთოდ და 400 ლარი მაქვს არაფერში და ეხა რატომ უნდა დავყავო 400 ლარი? გაძლევენ 400 ლარი. კი, თან ჩვენი ფულით უხდის. ყველაზე მაგარი ეგ არის, ჩვენი გადახდელი გადასახადებით ამაში ყიდულობს და ეხა მე რაც მოგიყევი იმ 600-დან, წარმოიდგინე ის ხო თავისი ხმა ხო ისედაც აქვს ხო? ანუ ამ 600-დან რომ მინიმუმ გაგიჩერებს, აი ესე 400 ადამიანს, 400 ამორჩეულს რო გაგიჩერებს, ეხა იქ რაზე უნდა ელაპარაკო? ზოგს პირადობა ჩამართვებს, ზოგს სოციალურად დაუცველია და შეაშინებს რომ შეგიწყვიტავ დახმარება, ზოგს ესე ტუფტაზე დაასაქმებს, ასე ვთქვათ. ზოგს მიწას გაუფორმებს ეს ეხა მაგალითად მქონდა ამის ვიდეო ჩანაწერიც მქონდა, ჩვენ გადავეცით იმას, საგადასახადოსთან მქონდა მაგალითად როგორ ერთვებიან. ესე რაღაც მცირე ბიზნესი აქვს, ზუგდიდში ერთ-ერთი ადამიანია, რაღაცა უნდა განებაჟებია საქონელი 4000 ლარის ღირებულების ვერამ და ადამიანს არ განუბაჟეს და გაოგნებული იყო, აი რატო ეს არ ყოფილა ჩვენი აქტიური მხარდაჭერი, არ ყოფილა ეს ადამიანი. საგადასახადოში დაიბარეს და უთხრეს რომ ისო რა ქვია, იცი რაო, გაგიფორმებთო. ოღონდ ერთი თხოვნა გვაქვს რა, შენ სამეზობლოშიო 15 ნაციო, შენო რო ნაცი ხარ ვიცით, 15 ნაცის პირადობა მოგვიტანეო და ხა ამ ტიპა უთხრა რანაირადო. შეუულებრივ ჩვენ მოგცემთ სახელ და გვარებსო და განგიბაჟოთ პრობლემა არ გიქნებათო. ესეც ჩავწერეთ ჩვენ. ეგ საგადასახადოს ტიპი ჩავწერეთ და ეუთაოდირს მივეცით. წარმოიდგინეთ, იმიტომ სხვა გზა არ მქონდა. ესე რო არ ჩაგვეწერა, ვერ ვამტკიცებდით მაგას ეუთაოდირს. ჩუმად ჩავწერეთ. იმიტომ რომ ეუთაოდირთანაც ვერ ვამტკიცებთ, ახლა ამ საერთაშორისოებსაც ხო ჭირდებათ ეს ყველაფერი, ხო? და უთხარი რომ კაი თქო 15 პირადობა მივატანიეთ ჩვენ, მე რა ავაგროვეთ ეს პირადობები, ოღონდ გავუკეთეთ ესე რომ ამ 15-დან 4 არ იყო, 4 იყო ქართული ოცნების ამორჩეველი. ამ ვიდეოში ყველაფერი ჩანს, რომელიც მეცით აუთოდეს და ესე ხო დაალაგა საგადასახადოს ტიპა წარმოიდგინე. თქვენ საიდან გქონდათ ქართული ოცნების ამორჩეველი? ჩვენ თხოვეთ, ეხა უთხარით რომ გვათხოვეთ და მივეცით. რა ხო ვიცით ხა ჩვენ ზეპირად არ არის მაგის პრობლემა, ესე ხო დადეს ეს არა ხო 15 და ეს 4 გადაუდეს ესე და უთხრეს რომ ეს 4 არ არის თქვენი ამორჩეველიო. და ჩვენ ვეკითხებით რა ხო მაგასაც მოგიყვები რომ ჩვენ ეს ეკითხება რომ კი მაგრამ ესენი ვისი ამორჩევლები არიანო, ეს აბაუთ მე მეგონაო ნაცების ამორჩევლები არიან და არაო ეს 4 იძახისო რომ ქოცების ამორჩეველი ვარ და ქოცების არ არიან, გახარიას ამორჩევლები არიან. წარმოიდგინე ისინი ვინც კი ჩვენ გვეგონა რომ ქოცების ამორჩეველი იყო, ანუ ტიპებს იმდენად აქვთ ეს სია წარმოიდგინე სახელი და გვარით გაშიფრული რომ სათითაოდ იცოდნენ უბრალოდ ეს ყველა რა და აი აქ რომ ამას რო ეჯახები და აი ამას რო ჩართავს ბიძინა ეხა ისიც მომიყოლია მე რომ კანონიერი ქურდები ერთვებოდნენ და ბრიფინგებს ვატარებდი. მე მერაბ და მქონდა შემთხვევა, როდესაც ზუგდიდში კანონიერმა ქურდმა დაურეკა და თავისი ოჯახის წევრების პირადობის მიტანა თხოვა ქართული ოცნების სოფიში, იმიტომ რომ ესენი ეჭვებოდა რომ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი იყო და როგორ წარმოუდგენიათ აი მითხარი, აი ამ პირობებში, როცა ბიძინა ივანიშვილი სხვათაშორის თავად გახარია მითხრა მე ინტერვიუში, რომ ამ არჩევნებზე 20-21-ის არჩევნებთან შედარებითო ქართულ ოცნებამ 60,000-მდე ხმა წამართვა სამეგრელოში და აჭარაში. ანუ 20-21-ში ვინც მისცა ხმა გახარიას, მისი ამორჩეველი იყო. ამ არჩევნებზე ის 60,000 კაცი უბრალოდ აი ესეთი რაღაც არ ვიცი რა მანქანებით, მაგრამ წაართვა გახარიას. კი, მე არ მიკვირს ეგ, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ბოლოს როგორ რაღაც შეცვალა. იცი ბოლო 2 წელი იმუშავა რეალურად იმაზე, რომ აი ეს ვინც ეგონა რომ ამომრჩეველზე ვიძახი რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი იყო იმათ მობმაზე. ოღონდ ესე პირდაპირ კი არ ეუბნებოდა რომ შენ ქართული ოცნების ტიპი უნდა გახდე. აი მოდი რა დაგასაქმებ რა 500 ლარი გექნება და 400 ლარი არაფრის კეთებაში რა და მე რაღაცა ერთი თხოვნა მექნება შენთან. აი ესეც იმას, მაგრამ გახარიასთან ნახეთ ამ პატარა ახლა ჩაქმნილ პარტიებთან არის ესეთი პრობლემა კიდე. ჯერ ჩვენ ახლა ამდენი წლის პარტია ვართ, ხელისუფლებიდან აწყობილი გვაქვს პარტიული ინფრასტრუქტურა და
ოპოზიციაში და ჩვენ ვერ ვახერხებთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში მართლა 100%-ით ესეთი გაკრისტალებული ყავდეს კომისიის წევრებიც და კანდიდატებიც და ამბებიც, ხო? ჩვენც გვაქვს ხოლმე ეს ხანდახან ჩეპები ისეთი, რომ აი რა ვიცი, მაგრამ ამ ახალ პარტიებთან ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ყავთ, ეხლა რეგიონულ დონეზე მე ძალიან ბევრს ვიცნობ და ძალიან ბევრი ყავთ ისეთი, ვინც წინასწარ ყავს ხოლმე სუს მაგათან იმისთვის, რომ მე ნებისმიერ დროს როცა რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ეხლა კომისიებში ჩვენც კი გვიჭირდა ნაციონალურ მოძრაობას კომისიის წევრებს. ეხლა ნახეთ, კომისიის წევრები 3000 უბანზე დააკომპლექტო და ყველა სანდო იპოვა. მე თან როგორ არის, მე მქონია შემთხვევა, რომ ზუგდიდის 7 უბანზე, თორემ კომისიის წევრები ყავს, მე რა დაატრენინგე, იშრომე ამ ხალხს ასწავლე და უცებ აღმოჩნდა, რომ არჩევნების წინა ღამეს აღმოაჩინეთ ამ ვერცხლი კომისიის წევრ 30 უბანში სუსმა ჩაღიხსნა. კომისიის წევრი ხარ როგორია? ქონია ეგეთი. წავიდნენ, იმიტომ რომ იქ ვიღაცა დააშინეს, ვიღაცასთან მივიდე, ძირითადად დაშინება იყო მაგ ყველაფერში. ეგ მე ყველა არჩევნებზე ეგრე გვაქვს. ნახე, ჩვენც კი იმ პარტიას, ვისაც ამხელა გამოცდილება გვაქვს. ამ ყველაფერში, რომ ეხა ახალ პარტიებთან მაგას მარტივად ჩრობიან, იმიტომ რომ ესენი ჯერ კიდევ ზრდიან თავიანთ ინფრასტრუქტურა და ჯერ კიდევ ეხლა აშენებენ. სხვათა შორის ერთ-ერთი არგუმენტი, რაც მოვისმინე და ყველაზე შეიძლება ითქვას ნორმალური არგუმენტი იმათგან, ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა თავად რატოღაც ამას ესე აქტიურად ხომ ლაპარაკობენ, თუმცა ყველაზე გულწრფელი არგუმენტია, ალბათ ამობენ, რომ ჩვენ არ მივიღოთ მონაწილეობა ადგილებზე ეს ინფრასტრუქტურა საერთოდ დაგვეშლება, იმიტომ რომ ეს ხალხი იმით გვყავს იქ დაკავებული, რომ საკრებულოს წევრია იქ ხელფასი იღებს რაღაცა და ეხლა იმ ჩემ ოპოზიციონერ წევრს რომ ვეთყვი, რომ აშენ იქ ხელისუფლებას უნდა დაუპირისპირდე, მაგრამ საკრებულოსშიც ვერ მოხვდები, ხელფასაც ვერ აიღებ, ნუ ადგება და წავა საზღვარგარეთ რაღაცას და დაგვეშლება პარტია. მაგრამ ეს ამ საშუალების წინ ეხლა თუ ვინმეს აი ამ არგუმენტის უნდა ეშინოდეს და ნერვიულობდეს, მე რა ვარ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ყავს ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი, რომელსაც მარტო ზუგდიდის და სამეგრელოს მაგალითზე რო გითხრა და მარტო ზუგდიდის მაგალითზე 15 სოფელი მოვიგეთ 2021 წლის არჩევნებზე და მყავს მაჟორიტარები, რომლებსაც 13 წლის განმავლობაში არასოდეს არ წაუგიათ ქართულ ოცნებასთან და თავიანთ სოფლებს იგებენ. ეს მის ყველაზე მეტად ჩვენ უნდა ვდარდობდეთ და ჩვენ უნდა ვწუხდეთ, იმიტომ რომ ლელოს და გახარიას აქტივისგან განსხვავებით ჩვენი აქტივი 13 წელია ოპოზიციაში და 13 წელია იბრძვის და მათ შორის ფინანსურად არის ბოლომდე მოგუდული, მაგრამ აქ ხო რა არის არგუმენტი? მე მესმის ყველაფერი, მაგრამ აქ რა არის, ანუ რანაირად ერთმანეთს დავადარებთ, ანუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყანას რო კარგავთ და არ გვექნება ის თუ ვიღაცის ის რომ ვიღაცა საკრებულოში იყოს და 2 და 3 წევრი ყავდეს. რეალური მიზეზი ეგ არის, რაც ახლა დაასახელეთ, რომ აი 2-3 კაცი შეიყვანონ, რაღაც პარტიული ინფრასტრუქტურა მათ ჰქონდეთ და რაღაც ოპოზიციური ასევე არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ჰქონდეთ. მაგრამ მე ასევე ჩემი გამოცდილებით 13 წლიანი შემიძლია ვუთხრა, რომ ყველა ის ადამიანი, მე რა ვისაც იმით აჩერებენ, რომ საკრებულოს ხელფასი იქნება მათთვის განსაზღვრელი, ყველა ეს ადამიანი არის პოტენციურად ის, რომელიც შეუძლია სუს ჩახსნას ნებისმიერ დროს, როდესაც უფრო მეც გადაუხდის. ხო, კი ბატონო. ანუ ხო, ეგ საინტერესო თემა შეეხე შენ ამ არჩევნების დაკარგვას და ეს ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით 400.000 ხმა ნაციონალურ მოძრაობამ დაკარგა. ანუ 2020 არჩევნებზე სადღაც 600.000 ხმა გაქვთ აღებული და ამ არჩევნებზე სადღაც 200.000 ხმა. ანუ 400.000 თქვენი ხმა გაქრა. ნუ 200.000 ვიცით სად წავიდა, თქვა გვარამია გადაიბირა, მაგრამ როგორ გადაიბირა ესეც საინტერესოა, როგორ წაგართოთ 200.000 ამორჩევი. მაგრამ 1-200.000 სად არის? კიდე 1-200.000. და საოცარი ის არის, რომ ეს არავის არ აინტერესებს. აი ძალიან იშვიათად ამ შეკითხვას ვსვამენ, ეხლა განსაკუთრებული გამონაკლისი ხარ, თორე ეგონი მე რომ ვამბობ ხოლმე, რომ ანალიზი არა აქვს გაკეთებული საერთოდ რა მოხდა ამ არჩევნებზე მეთქი. ანუ სად წავიდა ჰაერში, მართლა ჩიტმა ხო არ წაიღო, ხო სად წავიდა ეგ ყველა, ხო? ბევრი მიზეზი აქვს მაგას, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. და ძალიან ბევრი შემიძლია, ერთი გადაცემა შემიძლია მაგაზე ვილაპარაკო, მაგრამ მათ შორის იყო ის მიზეზები, რაც მე ახლა აქამდე ვილაპარაკე, რაც ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ამ არჩევნებზე რა იყო ყველაზე საინტერესო? ჯერთი ნაციონალურ მოძრაობას ბიძინა ივანიშვილისთვის თავარი იყო, რომ ნაციონალური მოძრაობა არ ყოფილიყო თავარი ოპოზიციური პარტია. ეს იყო მისი დაპირებას კიდეც და მან იცოდა, მას ასევე დათვლილი ჰქონდა და ყველა სოფლის და უბნის მიხედვით იცოდა, ვის რამდენი შეიძლებოდა აიღო. ამიტომაც იყო განსაკუთრებული ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის ამშეულზე. ამიტომ იყო პირადობებზე, რო გვიკვირდა ხოლმე, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები რატო არ იღებენ ამაში ხმას, იმიტომ რომ მათ ამშეულს ეს ესე არ ეხებოდა ამ პირადობის მოწმობების
ჩამორთმევა და უბედურება, იმიტომ რომ ეს ძირითადად იყო ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველზე და ეს და მეორე კიდე ბევრი სხვა მიზეზიც ჰქონდა, ასე მე შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში რეგიონებში აი ეხლა რო ჩახვიდე, შეიძლება ჩვენ და გვარამია დღეს კიდე ერთი ვეგონოთ. ხო, მაგრამ ფაქტია რომ მელიან ბევრი აქტივით წაიყვანა თქვენგან და იცი რა მე შევადრი მაგას რომ ყველას ეგონა რომ ეს იყო მიშას ამომრჩეველი. პირადად იმიტომ რომ მიშა აღმოჩნდა რომ 200.000 ისე გადაბარგდა მელიასთან. არა, კი, მაგრამ ამომრჩეველს თავიდანვე თვითონ აქტივისტები წაიყვანა, ხო? ნახე, ბევრი მიზეზი იყო. რომელსაც ახლა ვერ იტყვი რომ ეგონათ რომ იგივე პარტია. არა, ბევრი მიზეზი იყო მაგისი ნამდვილად, მაგრამ ერთ-ერთი იყო ის, რომ თუმცა მე შემიძლია გითხრა, რომ 2016-ში ევროკოცები რო წავიდნენ, 2017-ში მაგათი შედეგიც არ იყო ცუდი. 2017-ში ძალიან მაღალი იყო, კი მე არ მახსოვს ახლა ზუსტად რამდენი პროცენტი, მაგრამ საკმაოდ მაღალი იყო და ჩვენ მაშინ მაგრად გაგვიჭირდა და 2017-ში ძალიან ცუდი შედეგი ჰქონდა. გიგა ბოკერიას პარტიას მაგალითი მოწმობს, რომ ფული არის გადამწყვეტი. ფული ძალიან მნიშვნელოვანია. კეზერაშვილი რო ისინი რო გამოეყვნენ 2016-ში თქვენგან და გავიდნენ ცალკე 2017-ის ადგილობრივ არჩევნებზე, მაშინ კეზერაშვილი მართან იყო. ან ფული გადაყვა მათ. მერე როდესაც ის კეზერაშვილთან მოუვიდა ჭუბი და შეშოდა კეზერაშვილი დაბრუნდა თქვენს პარტიაში. უკვე 20-20-ის არჩევნებზე მათ 2% აიღეს, ანუ 10%-დან 2-ზე თუ 1.5-ზე ჩამოვარდა. ფული გადამწყვეტია. ანუ გამოვიდა რომ ფული იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა არის არჩევნებზე. წარმოვიდი ახლა მე როგორ ვიმუშავე ამ არჩევნებზე, იცი რომ 10 ლიტრი ბენზინი არ მქონდა რომ ჩემი აქტივისტის მიმეცა რომ აქედან სოფლამდე ჩადით. მე შემიძლია ესეთ რაღაცა გითხრა რომ ბენზინზე კი არ არის, აქ საუბარი არის რომ კოორდინატორებს ქირავობ ამ ფულით, აქტივისტებს ქირავობ და ბევრი რაღაცა არის. გამოდის რომ ხელფასიანი ამომრჩეველი ყავს რა საბოლოო ჯამში. ვიღაცას უხდის 300 ლარს იმისთვის რომ მან თავისი ოჯახის წევრები 5-6 კაცი მოიყვანოს და ხმა მოაცემიოს. ეგ უფრო მოსყიდოა, ჩვენ ცოტა სხვა სისტემა გვაქვს, მან ჩვენი თავარი ამბავი არის რომ ჩვენი ამომრჩეველს სოფლებში მობილიზაცია ამ ამომრჩეველს ჭირდება რეალურად რომ მივიდეს. ახლა ქალაქში ვერ მუშაობს საერთოდ ეს კოორდინატორების სისტემა და ძალიან სისულელია ეს კოორდინატორების სისტემა ქალაქში, მაგრამ სოფლებში განსაკუთრებით სადაც მიუვალი სოფლები არის. მან და მათი მუშაობა ცოტა სხვანაირია, ანუ ჩვენ ეგ არ გვჭირდება. ჩვენთან კოორდინატორი იმისთვის არსებობს, რომ არჩევნების დღეს იცოდეს ჩვენგან ვინმეს რაღაც ხარ უჭერს და ხო ზუსტად მოვიდა და ასე შემდეგ. თუმცა ახლა რაც შეეხება კეზერაშვილს, ახლა კეზერაშვილს მე შემიძლია გითხრა, რომ არანაკლებ ჩვენ ყველაზე მცირე წვლილი ნაციონალური მოძრაობას ეხმარება და ყველაზე მცირე წვლილით. ყველაზე დიდი წვლილით, ყველაზე მეც ვისაც აკრიტიკებდნენ, იმათან უფრო მეტად იყო ამ საარჩევნო კამპანიაში ეს ცალკე გადაცემის კეზერაშვილი რა ხან ახსენეთ. ყველაზე მეც ვინც აკრიტიკებდნენ და კეზერას იზახდნენ მაგ კოალიციაში. ანუ მოთხნობერთან? კი, ნამდვილად. და ამაზე ლაპარაკის დროც ალბათ ბიზნესი რო აღარ იქნება მე მოვა თორე ბიზნეს პროგრამებში აღარავინ აღარ იქნება. ფული საიდან ქონდაო და ჯერ ვერ ათქმევიდეს. აი ძრა საერთო არა ვერ ათქმევიდეს რა, მან გაუგებარი არაფერი არ არის, უბრალოდ ეხლა დღეს ვითვალისწინებ და აქ არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ნიკა დაჭერილია, მელია და ზურა დაჭერილია და ნიკა გვარამიასაც სავარაუდოდ დაიჭირენ და შესაბამისად ეხლა ციხეში როზიანისეთ ადამიანებზე არ მინდა ნამდვილად მალე თავისუფლებას ვისურვებ და ვუსურვებ რომ რაც შეიძლება მალე ბიზნეს ივანიშვილი ყველა მერტად დავუარცხოთ. თორე მან არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა რეალურად მე რა ის მოხდა რასაც ბიზნეს ივანიშვილი 13 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ყოველთვის აკეთებდა. უბრალოდ ბიზნეს შევია ესეთი რაღაცა გამოგიყენებს ბოლომდე თავის სასარგებლოდ თვითონ რასაც უნდა გააკეთებს და შემდეგ უბრალოდ მოგისვრის. თორე კითხვები რა თქმა უნდა ვიყო, აბა რავი ნიკა გილაური ვინ იყო ამ ყველაფერში, აბა რანაირად იყო წარმოდგენილი ნიკა გილაური, ხა ირაკლი გილაური თუ ბიზნეს მარჯვენა ხელია, ხა ძმა არ არის, ეგ კოცებმა იციან თორე აქეთ ოპოზიციურ ფლანგზე არ ვიცი ხა მაგის უარყოფა თუ მოხდება და ისე ხო მე სადაიკარგა საერთოდ მაგ ყველაფერში ხო ამიტომაც ეგ კითხვები არის და ყველაფერს გათვალისწინებით საბოლოო ჯამში შევაჯამებთ რომ ანუ რეგიონებში რომ ასე რესურსი აქვს ხო სახელმწიფო ფულის ხარჯავს პლუს ხო სუსი ცალკე მუშაობს ეს ბიუჯეტის ფულით ცალკე ვთქვათ სოციალურ დაუცველები ხალხის დასაქმებას შემდეგ ამ ყველაფერთან გამომდინარე ამბობ რომ არჩევნების აზრი არ აქვს ხო კი მაგრამ მაშინ გამოდის რომ არც არასდროს ეკდება ამ არჩევნების აზრი არა ჩვენ შეგვიძლია რომ ნახე იმ შემთხვევაში როცა შეიცვლება ეს გარემო და ჩვენ უნდა ვაიძულოთ ბიზნეს ივანიშვილი რომ ეს გარემო შეცვალოს აი თავარ კითხვაზე მივედით არ გავედით არჩევნებზე მე რა ხდება ანუ მაგალითად კითხულობენ ისინი რომ თუ ასეთი ვითარება არ გადიხარ არჩევნებზე ორი გზა არის ან არჩევნი ან რევოლუცია და რევოლუციის თავი გააქვთ ვიღაცებმა დასვეს ეს შეკითხვა ნახე ეს შეკითხვა დასვეს პარლამენტში რო არ შევედით მაშინ აი პარლამენტის მანდატები რო დავტოვეთ მე ახლა ამათ რო ვუყურებ ეჭვი მიჩნდება რომ კიდე კარგი მაშინ პარლამენტის მანდატები დავტოვეთ რომ ვიღაც შეიძლება უკვე შევარდნილი იყო მანდ რა
ანუ ეგ რა შეკითხვა არის საერთოდ? ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, მე რა არ არსებობს ამის რაღაც ერთიანი ფორმულა, რომ მე რა უნდა ვაკეთოთ ამ ყველაფერში. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, როგორც ის რა ქვია, როიზეიმეს 8 საათზე გამარჯვება, ის რა ქვია, ოპოზიციამ. მე კითხე საკუთარ თავებს, რომ აღმოჩნდეს, რომ წართმეული იყო არჩევნები, რა გავაკეთოთ, ხო? ანუ ეს არის კითხვა, როდესაც თვითონვე უნდათ რაღაც გამართლება თავიანთი გადაწყვეტილების. ის უნდა გავაკეთოთ, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. პირველი აქტიური კამპანია უნდა ვაწარმოოთ იმის, რატო არ უნდა შევიდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ყველგან სოფელ-სოფელ და კარ-კარ და ეს აქტიურობა მოიტანს მათ შორის იმას, რომ ამ საპროტესტო მოძრაობას ცოტას გამოაღვიძებს და ამ საპროტესტო მოძრაობას რაღაც ახალ სუნთქვას შეძენს. ეხლა ამ საპროტესტო როგორც ბიძინა ივანიშვილს ჭირდება ახალი სუნთქვა, ისე ჭირდება ამ საპროტესტო მოძრაობასაც ახალი სუნთქვა. და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ აი ეს ახალი სუნთქვის შესაძლებლობა ამ საპროტესტო მოძრაობას მივცეთ, ხო? მათ შორის ფიქრით, ერთად მსჯელობით და აქტიურობით და არა პირიქით. ეხლა რასაც შრომიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის ამ მეორე სუნთქვის შესაძლებლობას საპროტესტო მოძრაობას მთლიანად უსპობენ. ამიტომ თუ ვიქნებით აი ამ საკითხში თანმიმდევრულები, თუ არ გწავალთ რეალურად კომპრომისზე, 20-ის ბოიკოტმა ხო ეს გამოაჩინა, აი გახარია სკრინები, რომ გამოჩნდა, ეხლა ჩანდა რომ რეალურად მართლა ნერვიულობდნენ 20-ის ბოიკოტის დროს და მელიას დაჭერა და მისმა გათავისუფლებამ და ვიღაცების პარლამენტში შესვლამ, მაშინ უშუალოდ რომ რეალურად ხო კრიზისი ქონდათ, ხო? მაგ ყველაფერში. ამიტომაც თუმცა ეხლა 24-ის ბოიკოტმაზე პარლამენტში აღშესვლაზე აღარ ინერვიულებს პირიქით, გაგიუქმეს. მე ვამბობდი ვიღაცებს წარმოედგინე ძალიან მეცინებოდა ხოლმე რომ არ გაუქმებდა. აი ზუსტად ვიცოდი რომ გაუქმებდა. შეცვალა ოცნებას ამოკიდებულება. იმიტომ რომ ოცნებას არა, ეგ სხვა იყო, ნახე, მაშინ ჰაერი ვიჭირდებოდა პარლამენტში შესვლა. ეხლა მაგას ჩვენ პარლამენტში არაფერს შევჭირდებოდით. საერთოდ არაფერს შეჭირდებოდა პარლამენტში ვიქნებით თუ არა. მაგრამ ეხლა როდესაც ამ ყველაფერში გაიჭედა და ის ასე სიმძაფრეს არ ელოდა არც საერთაშორისო დონეზე და იმიტომ როგორ ელაპარაკება ხა ამერიკელებს ხო ნახე რომ იქ ხო ელაპარაკებეთო დიქტატორებს გასი მე დამელაპარაკეთო რა ვიღაცებს ხო ელაპარაკებით მანდო შესაბამისად ეხლა აქ მაგას ის რომ მისთვის სასწრაფოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა პარლამენტში ხა რატო არ გაგვიუქმებდა იმიტომ რომ პარლამენტში არ ყოფნით ფაქტობრივად ყველა რესურსი დაკარგა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ეხლა ხო არავინ არ სახელმწიფო დაფინანსება არ არის და ხა დაფინანსებლები როგორ არიან ხოლმე ჯერ ხო ისედაც ეშინია და მე საარჩევნოდ გამოჩნდებიან რომ სიებში ადგილები ქონდათ რომ მანამდე დაფინანსებელი ქართულ პოლიტიკაში ამბავია მე მოდიან რომ რაღაც სიაში ადგილი უნდათ მაგიტომ აფინანსებენ და ბევრი დაკარგა ხო პოლიტიკურმა პარტიამ მაგრამ მოიტანა მაგ ბოიკოტმა ის რომ ლეგიტიმაცია პარლამენტს არ აქვს ეხლა ბიზნეს თუ იმას შეუქმნით რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადაც ყველაზე მეტად არ უნდა რომ მარტო დაჩეს სადაც 100-ჯერ მეტი პრობლემა იქნება მისთვის ეს ყველაფერი შემდეგ საერთაშორისოებთან ილაპარაკოს იმას შეუქმნით რომ აი ამ მეორე სუნთქვას გაუხსნით ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და მე ვფიქრობ რომ მე აუჩაოთ ამ ყველამ თავისი ფასი უნდა გადაიხადოს ამ გადაწყვეტილებას ანუ ვფიქრობ რომ ლელო და გახარია თუ წავლენ არჩევნებზე ისინი დაზარალდებიან ამით მე ვფიქრობ რომ ნახე მე რო რეაქციებს რო ვაკვირდები ისეთი ადამიანებიც კი ვინც ბოლო არჩევნებზე ლელოს ხმა მისცეს ის ადამიანები ლელოს აქტიური ხო არის რუსთაველზე. აბა რა განწყობა აქვს? ეხლა მამუკას სტატუსზე კომენტარები რო ვნახე, 5 კომენტარი არ ყოფილა, დადებითი რომ არჩევნებში შედით. უმრავლესობა ვინებდა რომ ხმა მოგიცით და მაგას თუ იზამთ მომავალ არჩევნებზე არ მოგცემთ. მასო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საპროტესტო ელექტორატში არიან ლელოს ამომრჩევლები. რატო უნდათ მაშინ ასე მონაწილეობის მიღება? თუ ასე დაზარალდებიან. მე მგონია რომ ძალიან ვიწრო პარტიულად და ხო თქვი ორი რაღაცა. პირველი არ მგონია, ანუ გარიგებაში არ მგონია ნამდვილად. მეორე არის ძალიან ვიწრო პარტიული გონიათ რომ აი ამით ამ თავიად რაიონულ ორგანიზაციებში ვიღაცების ხელფასებს შეინარჩუნებენ. თან ასევე აღნიშნავ რომ ჩემი პატივისცემის მიუხედავად ამ მათი აქტივი რეგიონებში იცით როგორია ხა ვიცი დიდი ნაწილი და ესენი არ არიან ნაციონალური მოძრაობა რომელიც 13 წელია ყველაფრის გარეშე იბრძვიან. ესენი არიან ყოფილი კოცები რომლებიც აი 2 წლის წინ შეიძლება კოცები იყვნენ და თანამდებობაზე იყვნენ. ასევე ყოფილი კოცურად განწყობილი ადამიანები რომლებიცაც მნიშვნელოვანია რაღაცა სტატუსი და ფინანსური რესურსი იმისთვის რომ ამ ბრძოლაში იყვნენ და ამ ფინანსური რესურსის და სტატუსის გარეშე ისინი უბრალოდ ვერ იქნებიან. ამიტომაც გონიათ რომ ალბათ ამას დაკარგავენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ესეთი ადამიანი თუ ესე უყურებენ, რომ აი ხელფასის გამო შეიძლება პარტიიდან და ამ ბრძოლიდან გავიდეს, ის ჯობია რომ ეხლა გავიდეს. ვიდრე ყველაზე მნიშვნელოვან დროს სუსმა გაუწიოს, იმიტომ რომ ყოველთვის როცა სუსი გადაუხდეს უფრო მეტს, ისინი არჩევენ იქ, სადაც უფრო მეტს გადაუხდიან. გასაგებია. მადლობა დიდი ინტერვიუ. მადლობა.